სახელიდან. ახლა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ცოტა რთულად არის ხოლმე გასაგები და ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს მოვლენები. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ესე იგი აი გეციმანის ბაღში, რომელიც ჩვენ წუხელ წავიკითხეთ ეს 12 უნების სახარებიდან, როდესაც იუდა მივიდა იმ ჯარისკაცებთან ერთად, ვისთანაც შეთანხმებული იყო 30 ვერცხლად, რომ შეუთანხმდა, რომ ხელსაყრელ შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ ხალხის გარეშე გადმოგცეთ ესო, რომ შფოთი არ იყოს ხალხში და რაღაცა თავისი ავტორიტეტი რომ არ დაცემულიყო ამ ფარისევლებისა, რჯულის მოძღვრებისა, წიგნობრებისა, მღვდელმთავრებისა. ამიტომ უნდათ, რომ ისეთი შემთხვევა ეპოვათ, სადაც ჩუმად შეიპყრობდნენ, მერე ცილს დასწამებდნენ, ხალხში გამოიყვანენ როგორც ბოროტმოქმედს და ასე დაშიდნენ სიკვდილით. ასეთი ჩანაფიქრი და განზრახვა იყო და იუდა ამაში მიეხმარა. იუდა 30 ვერცხლი აიღო, მიიყვანა გეციმანის ბაღში. ხშირად მიდიოდნენ ხოლმე მაცხოვარი და მისი მოწაფეები გეციმანის ბაღში და იუდამ თავისთავად ცხადია იცოდა ეს ადგილი. აი საიდუმლოს ერობიდან იუდა ადგა და მალე ადრევე გავიდა. და მაცხოვარი და თავისი მოწაფეები იქ წერია რომ ადგნენ, იგალობეს და წავიდნენ ზეთისხილის მთაზე. ზეთისხილის მთაზე იყო ეს გეციმანის ბაღი. და იქ თქვენ გახსოვთ მაცხოვრის ლოცვა. ამ 11 მოწაფიდან 3 გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე, რომელიც სამი მოციქულიც ხშირად თან ახლდა ხოლმე მაცხოვარს, ეს 12-ის მთლიანად, მაგრამ ეს 3 კიდევ განსაკუთრებით ყველგან და წაიყვანა, ცალკე გაიყვანა და უთხრა რომ აქ დამელოდეთო და წავიდა და თავად ლოცულობდა და ამბობდა რომ მამაო, თავის ზეციერ მამას მიმართავს, მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმის, ანუ იგულისხმება ჯვარცმა, მაგრამ არა როგორც მე ვნებავს, არამედ როგორც შენ გნებავს. და წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ მაცხოვარსო შეეშინდაო სიკვდილისო, მაგრამ არ შეძრწუნებულაო და აქო ორივე ბუნება წარმოაჩინა, ორივე ბუნებაში რა იგულისხმება. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი. მასში არის ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. როგორც ადამიანსო შეეშინდა სიკვდილის, მაგრამ არ შეძრწუნებულაო და ამაში ღვთაებრივი ბუნება წარმოჩნდა. არ შეძრწუნებულას რატო ამბობს? წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ შიშიო ბუნებრივი მოვლენაო სიკვდილის წინაშეო, მაგრამ ძრწოლა სიკვდილის წინაშე ეს არის მოუნანიებელი ცოდვების ბრალი. და მაცხოვარმა ორივე ბუნება წარმოაჩინა, ერთი ის რომ ადამიანი იყო და შეეშინდა, მაგრამ მეორე ის რომ ის უცოდველი იყო და არ შეძრწუნებულა. და შემდეგ მოვიდა და უშუალოდ პეტრეს ეუბნება. პეტრე, გძინავთო, ჩაეძინათ მათ რომ შეყოვნდა მაცხოვარი და განსაკუთრებით პეტრეს რატო ეუბნება? პეტრე, გძინავთო, ვერ შეძელითო რომ 1 საათი ჩემთან ერთად გეფხიზლათო. გახსოვთ მანამდე პეტრე მოციქული ეუბნება საიდუმლოს ერობაზე, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ მე დაწერილიაო რომ დავსცემ წყემსი და განიფნინე ცხოვარი მისნი, ანუ თქვენ გაიფანტებითო. თქვენ გაიფანტებითო, მიმატოებთო და პეტრე მოციქული ეუბნება და არა მარტო პეტრე მოციქული, სხვებიც, მაგრამ პეტრე უფრო მეტად დაჟინებით რომ უფალო, სხვებმაც რომ მიგატოვონო, მე მაინც არ მიგატოვებო და შენთან ერთადო საპყრობილეთ და სიკვდილისთვისაც მზად ვარ. და მაშინ ეტყვის სწორედ მაცხოვარი, რომ სანამ მამალი იყივლებდესო, სამჯერ უარმყოფნეო, მაგრამ მე ვევედრეო მამასე ჩემსავ და შენ როდესაც მოიქცევიო, ანუ იგულისხმება რომ შენ ისევ შეინანებ ამას და მერე შენ უნდა განამტკიცო შენი ძმებიო. და მართლაც პეტრე მოციქული მოციქულთა თავად არის, არა აღიარებული როგორც პავლე მოციქული. და შემდეგ კვლავ წავიდა და კვლავ ლოცულობდა და რომ მოვიდა კვლავ მძინარელი ნახა მოწაფეები, მაგრამ მე აღარ უთქვამს არაფერი. და შემდეგ ხდება უკვე რომ იუდა მოდის ამ ჯარისკაცებთან ერთად შესაყრობად
და ჩვენ ამას ძუხელ მოусმინეთ სახარებიდან ვკითხულობდით, მათ ხო არ შეიპყრობენ, ნიშანს აძლევს, რომ მე ვისაც ვეამბორები, ის არის, ის შეიპყარით. და მათ ხო არის ნახეთ, აი როგორ ტკბილად ეუბნება იუდას, რომ იქნებ იუდა როგორმე გამოსწორდეს. იუდამ ამბორის ყოფითა გასცემ ძესაკაცისასაო. ან მათ ხო არმა განა არ იცის რისთვის ეამბორება იუდა. ან კიდევ ეუბნება მოყვასო რისთვის მოსრულ ხარ, ანუ რისთვის მოხვედი. განა არ იცის რისთვის მოვიდა, მაგრამ იუდა უნდა დაფიქრდესო. მართლაც რისთვის მოვედი, იმისთვის რომ შევაპყრობინო. მათ ხო არის პირველად მიიყვანეს კაიაფასთან, მღვდელმთავარ კაიაფასთან და იქ წერია, რომ ესე იგი იოანე ღვთისმეტყველის მამას და სახარებაში არ წერია, ნაყიდი ჰქონდა რომის მოქალაქეობა. რომის მოქალაქეობა და ის ახლოს იყო მამამისი ახლოს იყო მღვდელმთავართან. და იქ წერია, რომ სახარებაში რომ იოანე იცნობდა აი ამ კარისკაცს, ვინც კართან იდგა მღვდელმთავრის სახლის კართან და პეტრე მოციქულიც შეაყვანინა შიგნით, როგორც მასთან ერთად ყოფი. და იქ მათ ხო არს ეძებენ სრულ მოწამეებს, რომ რაღაცა ბრალი დასდონ, ანუ მიზანი არის რომ დაადანაშაულონ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რის გამო, მთავარია რომ დაადანაშაულონ. ბევრი სრულ მოწმე მოდიოდაო სახარება ამბობს და ეუბნებოდნენ აი ამან ეს, მაგრამ არ ემთხვეოდა მათი ნათქვამები. ერთი მოიყვანეს მეორე, ერთი სხვა რამეს ამბობდა, მეორე სხვა რამეს არ ემთხვეოდა. ერთი მოიყვანეს, რომელმაც თქვა, რომ ამა თქვაო, რომ ესე იგი დაარღვიოთო, ტაძარიო და მე 3 დღეში აღვადგენო. მათ ხო არის ამბობდა თავის სხეულზე, თავის დაოცხადე, რომელიც მე-3 დღეს ერთით აღდგა. და შემდეგ ეკითხება მღვდელმთავარი, რომ მითხარიო შენი მოძღვები, შენი მოწაფეების შესახებო და მათ ხო არის ეუბნება, მეო ფარულად არაფერი არ მიქადაგიაო. აი კითხეო ხალხსო, რასაც ვამბობდი და მოვიდა ერთი ადამიანი და ხელი გაარტყა. ასე პასუხობ მღვდელმთავარსო. და მათ ხო არის ეუბნება, თუ რამე ცუდად თქვიო, დაამოწმეო რა ვთქვიო ცუდად. და თუ ცუდად არ მithქვამსო, მაშინ რატომ ცემ? და არის ასეთი გარდამოცემა, რომ ის, ვინც მაცხოვარს ხელი გაარტყა, იყო იოანე ღვთისმეტყველი რო აღწერს, მეხუთე თავია ეს, ესე იგი ცხოვართა საბანელთან ტბა რო იყო და წელიწადში ერთი ადამიანი რო იკურნებოდა, 38 წელი რო ერთი ადამიანი მოკლედ დამბლად დაცემული იყო, ვერ მოძრაობდა, მაცხოვარი რომ მივიდა იქ და ეკითხება, გინდა რომ განიკურნო და არავინ არ ამყავსო რომ ჩამაგდოსო წყალშიო. სანამ მე მივდივარ, სხვა ჩააგდებენო და იკურნებაო და ადექი აიღე შენი სარეცელი და წადიო. ოღონ ნუღარას ცოდავო, გახსოვთ რა უთხრა მაცხოვარ, ნუღარას ცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყო შენ, რათა უარესი არ მოგივიდეს. როგორც ჩანს, იმ ადამიანის ასეთი მდგომარეობა მისი ცოდებიდან იყო გამომდინარე და მაცხოვარი ეუბნება, აღარ შესწოდო, რომ უარესი არ მოგივიდესო. გარდამოცემა ამბობს, ეს სახარებიდან არ დასტურდება, თუმცა გარდამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ეს ამბობს, რომ ესე იგი აი ეს იყო ის ადამიანი, ვინც ხელი გაარტყა შემდგომში. შემდეგ გარეთ რა ხდება ამ დროს, ესე იგი, რომ პეტრე მოციქული ზის ცეცხლთან და თვება სიცივე და მივიდა ერთი მხევალი და ეუბნება, რომ შენო, ესე იგი, იესოსთან ერთად ხარო და არა არ ვიცნობ მაგ კაცს. მერე მეორეჯერაც იგივე მოხ, მერე სხვა ეკითხება კიდე. მეო შენ გნახევ გეციმანიის ბაღშიო და სახარება ამბობს, რომ ვინც ეს კითხა ბოლოს, ეს იყო იმის ნათესავი, ვისაც პეტრე მოციქულმა ყური რო ჩამოათალა. მალქოზი რო ერქვა ერთ-ერთ ჯარისკაცს, ხო, იმის ნათესავი იყო და ნაშკარად იციან, რომ ესეც იყო. თანო შენ ლაპარაკზეც გეტყობაო, რომ გალილეველი ხარო. არა ვარო, ფიცით იწმუნებოდა, არ ვიცნობო მაგ კაცო, პეტრე მოციქული ამბობდა და საოცარი რამე წერია, ესე იგი, როდესაც ეს თქვა მესამედ, მამალმა იყიულა და მაცხოვარმა შეხედა პეტრე მოციქულს.
ანუ მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და პეტრე მოციქულს გაახსენდა ეს სიტყვები, რომ სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ. და წერია, გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარეთ. პეტრე მოციქული მთელი ცხოვრება ნანობდა, ესეთი გარდამოცემაც არის, რომ იმდენად ნანობდა მთელი ცხოვრება ტიროდა, რომ თვალებზე აი როგორც დამშრალი მდინარე, რომ ღარს გაიკეთებს, აი ესეთი ღარები ქონდა ცრემლისგან პეტრე მოციქულს და რომ ნანობდა, ეს იმითაც დასტურდება, რომ შემდეგ ის სწორედ ქრისტესთვის აღესრულა მოწამეობრივად. ისი ჯვარზე გაეკრა ქრისტეს სიყვარულისთვის. ოღონდ თან როგორი თამდაბალია. არა ვარო ღირსიო, რომ როგორც ჩემი მოძღვარი გააკარი ჯვარზე, ისე მეც გავეკრავ და სთხოვა, რომ თავდაყირა გამაკარი ჯვარზე. და ასეც აღსრულდა პეტრე მოციქული. და ძალიან რომ არ გავაგზელო, ესე იგი, თუმცა ამაზე უკეთესი დღეს რა უნდა ვთქვათ, არა? მაცხოვარს ეკითხება კაიაფა მღვდელმთავარი, რომ გითხარიო განცხადებულათო ვინახარო და მაცხოვარიც ეტყვის შემდგომ თავის შესახებ, რომ ის არის ღმერთი ადამიანად მოსული ადამიანების გამოსახსნელად. და აჰა, რაღაც გინდაო მეტი მოწმეებიო, მღვდელმთავარი ამბობს, შემოიხია ტანისამოსი. ტანისამოსი შემოიხია, ეს აი როგორი რამეა, იცით, რომ აი ამაზე უტყუარი, რომ აღარაფერი აღარ არსებობს, რომ აი აჰა ტანისამოსი შემოიხია და ესე იგი ნამდვილად მართავს ამბობს მღვდელმთავარი, ანუ ხალხმა ესე უნდა იფიქროს, რაღაც გინდა მოწმეებიო. აჰა, თვითონვე დაგმო ღმერთიო, რომ თავის თავს ღმერთს უწოდებს. მოკლედ გადაწყვიტეს, რომ ის უნდა მოკლან და მიიყვანეს ახლა პილატესთან. თვითონ ვერ მოკლავენ, ამისი უფლება არ აქვთ, რადგან რომაელების მიერ არიან დაპყრობილი და მათ არავის მოკლის უფლება არ აქვთ. კი, მათი ქვეყანა, მათ მეფე ყავთ, მეფე ჰეროდე, რომელიც ასევე რომაელების მიერ არის დაყენებული, მაგრამ რომაელების მიერ პროკურატურად გამოგზავნილი არის პილატე, რომელიც მართავს ფაქტიურად იუდეას, რომაელთა მიერ დაპყრობილ იუდეას. ამიტომ თუ ვინმეს დასჯაუნდა, ჯერ პილატემ უნდა მოაწეროს ხელი, როგორც იტყვიან და მიიყვანეს პილატესთან. პილატესთან მიიყვანეს, პილატე ეკითხება და მაცხოვარი არაფერს არ პასუხობს. იმიტომ რომ იცის, რომ უსამართლო კაცის წინაშე არის წარდგარი და ესე რომ ვთქვათ, კარიერისტი კაცის წინაშე როა დამდგარი იცის და იქ აზრი არ აქვს არაფერს ლაპარაკს. თუმცა ერთხელ მაინც ეტყვის. და იმდენად უკვირს პილატეს, რომ ესე იგი ალბათ მის წინაშე რამდენი ადამიანი წარდგარა, ესე რომ ეკითხება და ყველანაირად თავს იმართლებენ ადამიანები, ოღონდ სიკვდილს გადაურჩნენ და იესო არაფერს არ პასუხობს. ისე რომ უკვირს პილატეს. როგორო შენ არაფერს არ მეუბნევიო? განა არ იციო, რომ მე ხელმწიფება მაქვს შენი დასჯისა და ხელმწიფება მაქვს შენი გათავისუფლებისაო და უფალი ეუბნება, შენ არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ეს ეციდან რომ არ იყოს ასე. ეს აი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ არავის არაფერი არ შეემთხვევა ისეთი, თუ ეს ჯერ ზეცაში არ გადაწყდა. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, როგორც ნათქვამია, თმის ღერი არ ჩამოგივარდება ჩემი ზეციერი მამის ნების გარეშე. ისე რომ აი უფალი ამას ეუბნება, შენ არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება. და პილატე ხედავს, რომ არაფერი დანაშაული ამ კაცს არ აქვს. და ეუბნება, წადით და თქვენ გააკეთეთ ის, რასაც აპირებთ. ჩვენ არა გვაქვს არავის დასჯის უფლება. და მაგან ისეთი რამე გააკეთაო, ჩვენ რჯული გვაქვსო. ეუბნებიან იუდეველები, ჩვენ რჯული გვაქვს და ჩვენი რჯულის მიხედვითო მაგასო სიკვდილი ეკუთვნისო, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს მაგის უფლება. პილატემ გამოიკითხა, ვერაფერი ვერ უყო. და პილატეს მეუღლე, ესე იგი მორწმუნე ქალი იყო. პილატეს მეუღლე მორწმუნე ქალი იყო და სხვადასხვა წმინდანად არის შერაცხული პილატეს მეუღლე. და პილატეს მეუღლე გამოვიდა და ეუბნება, რომ ესე იგი მე მრავალი მეუნო წუხელ მაგ კაცისთვის, ანუ ღამით რაღაცა უშუალო მოვლენები მოხდა ეთყობა მის თავს და გაანებეო თავი ესე რომ ვთქვათ რა.
და პილატეს არ უნდა მისი დასჯა. მერე გაახსენდა პილატეს, რომ ესე იგი ხო არისო ჩვეულება, ეხლა პასექის დღესასწაული მოდის იუდეველთათვის ყველაზე დიდი ესე. ხო არისო ჩვეულება, რომ დღესასწაულზე ერთ კაცს გითავისუფლებთ ხოლმე. გინდა თო რომ გაგითავისუფლოთ იესო, ანუ ხდება რომ უდანაშაულოა და რაღაცა გზებს ეძებს თითქოს რომ არაო, ეგ არაო, ბარაბა გაგვითავისუფლებ. ბარაბა იყო ფოთისა და კაცის მოკლისთვის ჩაგდებული საპყრობილეში და ესე იგი მათ გულზე სულაც არ ეხატებათ ბარაბა. მაგრამ იმისათვის რომ ოღონდაც ქრისტე არ გაათავისუფლონ, ისჩევენ ბარაბას. რომ ბარაბა გაგვითავისუფლეო და ეგო ჯვარზე გააკარიო. და რა ბოროტი უქმნიესო, ანუ რა დააშავა და რო აღარაფერი აღარ აქვს საქმელად რა დააშავა, უფრო გაძლიერდა მათი ხმები, რომ ჯარსაც. თან როგორც განმარტება ამბობს სახარების ასეთი რამე მომხდარა. მათ თავისი ხალხი იმდენად გადაანაწილეს, უამრავი ხალხია შეკრებული პილატეს სასახლის წინაშე და მანამდე მოხდა ის, რომ პილატემ გაუგზავნა იესო ქრისტე ჰეროდე მეფეს. ჰეროდე მეფემაც გამოიკითხა და დანაშაულისა ვერაფერი ვერ ნახა და ისო პილატესთან გამოგზავნა. მათ გადაანაწილეს თავისი ხალხი აი ამ ხალხის მასაში ისე, რომ მათი შეძახილები ქმნიდა ასეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს მთელი ხალხი ამბობდა. და ბოლოს ეუბნებიან, აი სად უპოვეს გასაღები პილატეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სად გადაწყვიტა პილატემ, რომ ჯვარზე გაეკრა. ესო თავის თავსო მეფეთ ამბობსო და ვინც თავის თავს მეფეთ ამბობს, ის ეწინააღმდეგება კეისარს. ჩვენ ხო დაპყრობილები ვართ და ჩვენი მეფე არის კეისარი. არა და ხალხში ამბობენ, რომ ჩვენ პირიქით კეისარს უნდა აუჯანმდეთ და ამიტომ გჭირდება ხალხი და მართლაც მოწინააღმდეგეები იყვნენ რომის იმპერატორისა, მაგრამ როცა დასჭირდა საქმეს, ასე თქვეს, რომ ჩვენ სხვა მეფე არ აგვყავს გარდა კეისრისა და ამიტომ ეს თავის თავს რომ მეფეთ ამბობს, რომ კეისარს ეწინააღმდეგებაო და ჩვენ თუ ეხლა ამას არ დასჯიო, მაშინ არ ახარ მოყარე კეისრისა და პილატეს აი სწორედ აქ შეეშინდა. ესე იგი მე იმპერატორის წინაშე, ანუ ვინც მე აქ გამოგზავნა პროკურატორად, გამოვჩნდები რომ მე მას ვეწინააღმდეგები და ჩემი კარიერაც იქ დამთავრდება. აი აქ უპოვეს გასაღები პილატეს და თქვა მოატანინა წყალი, დაიბანა ხელები და თქვა რომ მე უბრალო ვარ ამ კაცის სისხლისგან. და რა ეხლა ეს ხელების დაბანა ხო იცოდა რომ მართალ კაცი ჯიდა და ხელების დაბანა უშველი და თქვენზე იყოს ამ კაცის სისხლიო. და ნახე ისინი რას ყვირიან, ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგის სისხლი. ანუ იმდენად თუნდაც ამ დროს იესო ქრისტეს ჯარცმა რომ კიო ყველაფერზე თანახმად ჩვენზე და ფაქტიურად საკუთარი თავის დაწყევლა ჩვენზე და ჩვენ შვილებზე, ჩვენს თავმოყრებზე, ანუ იგულისხმება იყოს მაგ კაცის სისხლი და მაშინ მისცა რომ ესე იგი ჯვარზე გაეკრა. თუმცა მანამდე იყო ასეთი რომ როდესაც ბარაბა გაუთავისუფლა, იესო შეაყვანინა ჯარისკაცებს და ესე იგი ალბათ რომ მათი გული მოემადლიერებინა, ესე იგი გააროზგინა და მათრახებით და იქ დასცინოდნენ ჯარისკაცები, სამეფო შესამოსელი შემოახვიეს თითქოს ეკლის გვირგვინი მათ დაადგეს რომაელმა ჯარისკაცებმა, ხელში ლერწამი მისცეს, ანუ როგორც მეფეს თითქოს გვირგვინი და დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ და სცემდნენ და მაგრამ კი თითქოს დასაცინად აკეთებდნენ, მაგრამ მაინც ჭეშმარიტება ცხადდებოდა, რომ მართლაც მეფე იყო და მართლაც ადამიანად მოსული ღმერთი. და წაიყვანეს, რომ ჯვარზე გაეკრათ. და ჯვარცმისას ორი ავაზაკი გააკრეს მასთან ერთად. და ესე იგი, თავიდან როგორც ჩანს, მახარებლები ამბობენ, რომ ორივე გმობდა, ორივე ჯვარცმული ავაზაკი გმობდა. მაგრამ მოციქული ლუკა ამბობს, რომ ერთი გმობდა და ერთი არ გმობდა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს სახარება ერთმთლიანობაა და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და საერთო სურათი რომ შევაჯამოთ, რა გამოდის.
თავიდან ორივე გმობდა. მაგრამ მაცხოვარი რო ამბობს, მაცხოვარს ხო უსმენენ ეს გვერდარიან ჯვარცმულები და მაცხოვრის სიტყვები, მამაო მიუტევე ამათ, რამე თუ არ იციან რასაკეთებ. და ეს მარჯვნივ მყოფი ავაზაკი ხვდება, რომ ეს არ არის ადამიანის სიტყვები. ამას ადამიანი ვერ შეძლებდა, რომ ამ დროს თან ხო იციან, რომ თვითონ დამნაშავეები არიან და ისიც იციან, რომ ის უდანაშაულო. აი უდანაშაულო კაცი რომ არ დტვინავს და არ ბობოქრობს და არ ილანძღება ესე რო თქვა და პირიქით აპატიეო ამას ამბობს. ის ხდება რაღაც უშუალო მოვლენასთან აქვს საქმე და ეს როგორც ჩანს მაცხოვრის აი ამ სიტყვებმა და ამ დამოკიდებულებამ მთლიანად გარდაქმნა, მთლიანად შეცვალა და იესო ქრისტეში ამოიცნო ღმერთი. და კიდევ ერთი გარდამოცემა მინდა გაგახსენოთ, ჩვენ ამაზეც გვითქვამს. როდესაც მაცხოვარი ეგვიპტეში მიდის იოსები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როდესაც მეფე ჰეროდე, ოღონდ სხვა მეფე ჰეროდეა, ის დევნის ბეთლემში რო 14,000 შვილი ამოწყვიტეს, იმის გამო რომ ერთ-ერთი იესოც იქნებოდა მათ შორის. აი როდესაც ეგვიპტეში მიდიან, იქ ცნობილია რომ ავაზაკები დაესხნენ თავს და უნდათ მათი გაძარცვა. და როდესაც ამ ავაზაკთა მეთაურს უნახია, რომ ბავშვიც ყავდა, შვილი ბავშვი და რომ შეუხედავს, უთქვამს, რომ აი სხვა ჯარისკაცებისთვის უთქვამს, ჩვენ რო გვსმენიაო, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო, ავაზაკები არიან, მაგრამ მაინც იციან ეს როგორც ჩანს. ჩვენ რო გვსმენია ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო, ის თუ ადამიანად მოვა, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნება. ანუ მაშინაც იესო ქრისტეში ღმერთი ამოიცნო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უთქვამს, ჩემი ძე და ღმერთი, ესე იგი ამას არ დაგიკარგავსო და ამის გამო სიკეთით მოგაგებს, არ დაგივიწყებს. და სწორედ ეს მარჯვნივ მყოფი ავაზაკი ყოფილა ის, რომელმაც მაშინ ეს გააკეთა. აი გარდამოცემა ასეთ რამეს ამბობს და იქაც და კეთილგონიერი რატოფია, ნახეთ, იქაც ღმერთი შეიცნო და აქაც ჯვარცმულში ღმერთი შეიცნო, სადაც მთელი სამყარო ქრისტეს წინააღმდეგარი, ის დადგა მაშინ ქრისტეს გვერდით. და როდესაც მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი ეუბნება, რომ შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი. და ამ დროს დაბლიდან ის მდემთავრების ხალხიც დასცინიან და აბა სხვები იხსნა და თავისი თავით აცხონოსო, თუ ღვთისძეა, აბა უშველოსო ეხლა გადმოვიდესო ჯვრიდან. და მაშინ ის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ეუბნება, რომ ჩვენო სამართლად რომელიც ქმენით ვისჯებით, ანუ ჩვენ სამართლიანად ვისჯებითო და არ აქვს ხვენიაო მაგას რო ამბობ, ამას არაფერი არ დაუშავებია. ანუ ღმერთია, ვისაც არ დაუშავებია, ჩვენ ყველას დაგვიშავებია. და მეუბრუნდა და მაცხოვარს ეუბნება, უფალო, მომიხსენეო და მოხვიდეს უფევითა შენი თამა. ანუ მომიხსენეო შენ სასუფეველში, ნახეთ, რწმენა და სიმდაბლე რო კი არ მაცხოვნეო, არამედ მომიხსენეო შენ სასუფეველშიო და უფალი ეუბნება, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. და ეს არის ჯვარცმის მთავარი შინაარსი, რომ ჯვარცმით გაიხსნა კარი სასუფეველისა და პირველი სწორედ კეთილგონიერი ავაზაკი შევიდა სამოთხეში. როდესაც ეუბნებიან, რომ თუ შენ ღვთისძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან, მაცხოვარს განა არ შეუძლია, რომ ჯვრიდან გადმოვიდეს, შეუძლია, რომ გადმოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება რწმენა, ეს იქნება შის და დაფუძნებული რწმენა, რომელიც სინამდვილეში არ არის რწმენა. ამიტომაც მაცხოვარი ამას არ აკეთებს. შემდეგ ესე იგი მიდიან, რომ მეორე დღე შაბათია და ჯვარცმა საერთოდ ისეთი რამ იყო, რომ ყველაზე აი სულიერადაც და ფიზიკურადაც ყველაზე უფრო მტანჯველი იყო. ესე იგი სულიერად რატო? იმიტომ რომ ყველაზე სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. ყველაზე სამარცხვინო სასჯელად. აი ამასთან შედარებით თავის მოკვეთა იყო, როგორ ვთქვათ, აი დიდი, ანუ პრივილეგია იყო. ეს საიდან ჩანს, ნახეთ, პეტრე და პავლე მოციქულები ორივე მოწამეობრივად აღესრულა, მაგრამ რადგან პავლე მოციქულის უпроსად მის მამას რომის მოქალაქეობა ნაყიდი ჰქონდა და
და ეს პატივი იყო, შეიძლება რომში დაბადებული ყოფილიყო, მაგრამ რომის მოქალაქედ არ ცნობდნენ შენ. ერთ-ერთმა იმპერატორმა დააწესა, რომ ეს პატივი, როგორც პატივი, იყიდებოდა. ამიტომ პეტრე მოციქული ჯვარზე ვერ გააკრეს. ესეც უნდოდა ჯვარზე გაეკრა, ვერ გააკრეს, რადგან ის რომის მოქალაქე იყო და რომი თავის მოქალაქეს ესე სამარცხვინოდ ვერ დაიჭირდა. არ ჰქონდა ამის უფლება. ამიტომ მას ჰქონდა პრივილეგია, რომ ნახეთ, პრივილეგია რო ქვია იმას, რომ თავი მოჰკვეთონ. ხო და მას ჰქონდა ეს პრივილეგია და მას თავი მოკვეთეს და ჯვარზე ვერ გააკრეს. და ყველაზე სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა ჯვარცი. ეს სულიერი გაგებით და ხორციელი გაგებით ყველაზე ხანგრძლივ და მტკივნეულ პროცესად ითვლებოდა ეს სიკვდილისა, იმიტომ რომ ეხა მაცხოვრის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ იმ დღესვე აღესრულა, მაგრამ იყო რომ დღეები იყვნენ ესე ჯვარცმულები და კვდებოდნენ ეხა რით იკვდებოდნენ, ნახეთ, სამშვალი ხელებშია გაყრილი და ფეხებში. რაიმე სიცოცხლეს, ესე იგი, რაც სიცოცხლეს უკავშირდება, რა, იქ არ არის თითქოს შეხება. არ არის ეს სიტყვაზე რო თქვა გული თუ ღვიძლი თუ ტვინი თუ მაგრამ ეს როგორც განმარტება ამბობს, სუნთქვის უკმარისობით კვდებოდნენ, რადგან ესე დაკიდულები ვერ სუნთქავდნენ. ამიტომ იმისათვის რომ ამოესუნთქათ, უნდა მოეზიდათ ხელები და ფეხები დაყრდნობოდნენ, რომ წამოწეულიყვნენ და ესე ამოესუნთქა, ესე ესუნთქათ და როდესაც უკვე ამის ძალა აღარ შესწევდათ, მერე უკვე კვდებოდნენ. ამიტომ გახსოვთ პილატემ რა უთხრა. როდესაც მიდიან და ეუბნებიან, რომ ჯვრიდან უნდა გარდამოხსნათ, რადგან ხვალინდელი დღე არის შაბათი და შაბათი დღე მათთვის უქმე იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, პილატემ უთხრა, რომ ესე იგი წვივები დაემტრიათ, ანუ ფეხები დაემტრიათ. რატო ფეხები? იმიტომ რომ ვეღარ წამოიწეოდნენ, ვეღარ ამოისუნთქებდნენ და ამიტომაც ესე მალევე მოკვდებოდნენ. როდესაც მივიდნენ, ნახეს, რომ მაცხოვარი უკვე აღსრულებული იყო, იმას არ დაუმტრიეს წვივები და ესეც იყო ნაწინასწარმეტყველები და დანარჩენი ორავაზაკს დაუმტრიეს, რომ მალევე გარდაცვლილიყვნენ, რომ მერე გარდამოეხსნათ ჯვრიდან და მაინც შესამოწმებლად, აი ნახეთ, მაცხოვარს ჭრილობა რო აქვს ფერდზე, ლახვარი უგმირეს, რომ შეემოწმებინათ მართლა მოკვდა თუ არა და იქ არის ძალიან საინტერესო რამ კიდე. მაცხოვარი რომ ამბობს, რომ წყურია, მაცხოვარმა საერთოდ ჯვრიდან 7 სიტყვა წარმოთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია 7 სიტყვა, ამას შემდგომ ჩვენ შევხედოთ. ერთ-ერთი იყო, რომ წყურია და მიუტანეს ძმრით გაჟღინთეს ღრუბელი და მიუტანეთ. ეს ძმრით გაჟღენთაც რა იყო? ეს იყო ერთ-ერთი მოწყალება, ესე რო თქვათ, რომაელების მიერ გამოხატული და რატო? თურმე ძმარს რო იღებდა ადამიანი ვრუდებოდა და ტკივილებს იმდენად ვეღარ გრძნობდა. მაგრამ მაცხოვარმა ამაზეც უარი თქვა. ესეც არ მიიღო, რომ ეს ტკივილი ბოლომდე მოეთმინა, ესე იგი და მოეთმინა ადამიანებისათვის და ესე იგი მან თავისი სიყვარული ამითი გამოუცხადა ადამიანებს. თავისი სიყვარული და წმინდა ილია მართალი ასეთ რამეს ამბობს. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვისო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვის. ანუ ჩვენი ისტორია ესეთია, რომ საქართველო მართლაც ქრისტესთვის ჯვარცმის ისტორია არის. და ადამიანის სულის გადარჩენაც სწორედ მაგას უკავშირდება, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ რას გავაკეთებთ მისთვის, მისი რწმენისთვის და საკუთარი სულის გადასარჩენად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორემ ადამიანმა თუ არ იფიქრა ამაზე, რომ რა ღვაწლია გაღებული მისთვის, რა ფასია გაღებული მისთვის, არა, შეიძლება უდარდელათაც იცხოვროს, თუ ამას რწმენით არ შეხედა. მაგრამ თუ ამას რწმენით შეხედა, მაშინ ის ვეღარ შეძლებს, რომ ისე იცხოვროს, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ის ვეღარ შეძლებს. ძალიან გაუჭირდება. შინდიში ძალიან შეაწუხებს იმისათვის, რომ ჩვენთვის რა გააკეთეს და მე რას ვაკეთებ საერთოდ. აი ეს არის ძალიან მოკლედ დღევანდელი აი ამ სახარებების შინაარსი და ჩვენ ესე იგი მსახურებას 2 საათზე დავიწყებთ გარდამოხსნის მსახურებას.
და იქაც შეგვეძლება რომ მე დანარჩენი შემდეგ ვთქვათ. ერთ შეგვეციეს საგან.